ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე დაკავებული ლევან ხაბეიშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისმა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ მოინახულა. ადვოკატის თქმით, სუსის ვერსიას სამართალთან არავითარი კავშირი არ აქვს. როგორც ტყეშელაძე განმარტავს, საქმე თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული და ხაბეიშვილი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ოცნება 4 ოქტომბრის საპროტესტო მობილიზაციით არის შეშინებული. ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის დაკავებას ოპოზიციაში ეხმაურებიან. მათი თქმით, საჯარო განცხადება, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან ჟღერს როგორც დაპირება, არ შეიძლება ახმული იყოს დანაშაულად. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის დაკავება არის დასტური იმისა, რომ სუს 4 ოქტომბრის შეეშინდა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ხაბეიშვილის დაკავებით 4 ოქტომბრის მუხტს ვერ ჩააქროვენ. პირიქით ის მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილის ადგილას ქუჩაში 10,000-ობით საქართველოს მოქალაქე გამოვა. ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ხაბეიშვილის დაკავება ადასტურებს, რომ ივანიშვილის ყველა გადაწყვეტილება სწორედ შიშზე ფუძნება. გიორგი გახარიას პარტიაში კი ამბობენ, რომ პოლიტიკურად გაკოტრებული ქართული ოცნება ტრადიციული გზით წავიდა. მათი თქმით, ისინი ცდილობენ გამოიყენონ ნაციონალური მოძრაობის კარტი და მოახდინონ პროცესების რადიკალიზება. როგორც მიხეილ სააკაშვილის ეშინია, უკვე ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილს, ბოლო პერიოდში როგორც ჩანს ლევანისიც ძალიან შეეშინდა და აი ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს, უბრალოდ ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს და დააკავეს ლევანი აბსოლუტურად გაუგებარი წარმოუდგენელი აბსურდული ბრალდებით, ვითომ ვიღაცას თავაზობდა ქრთამს. სინამდვილეში კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებებით გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი. ლევან ხაბეიშვილის დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიში არის მთავარი რამ, რითი ძღებულობს გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი. სრულ სოლიდარობას უცხადებთ ლევან ხაბეიშვილს, ის არის მორიგი პოლიტპატიმარი ბიძინა ივანიშვილის და რუსული რეჟიმის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა ველზე, მათ შორის საპროტესტო ველზე, მათ შორის არჩევნებზე და აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება ქართული ხალხის წინ. ამ პოლიტიკური მარცხაჯულების მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი. პოლიტიკურად გაკოტრებულ ქართულ ოცნებას და ქართული ოცნება წავიდა ისევ იმ გზით, რასაც ისინი ყოველთვის ყველა არჩევნების წინ აკეთებდნენ. ისინი ცდილობენ დღემდე და ამ არჩევნებშიც მათი სტრატეგია არის, რომ გამოიყენონ ნაციონალური მოძრაობის კარტი, მოახდინონ პროცესების რადიკალიზაცია და პროპაგანდი და სხვადასხვა საშუალებებით იქნებ ისევ გააჩინონ იმის ილუზია, რომ თითქოს ნაციონალურ მოძრაობას რაღაცა შეუძლია და ამით შეეცადონ საკუთარი ელექტორატის დაკავებას, რომ არ გაექცეთ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს არ მიცენ ხმა, მაგალითად ჩვენ. ამიტომ ეს პოლიტიკური რადიკალიზაცია, ეს პოლიტიკური ცირკი ქართული ოცნების მხრიდან ინსპირირებული, რა თქმა უნდა, გაგრძელდება არჩევნებამდე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავებას გამოეხმაურა კახა კალაძე. დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება ქრთამის შეთავაზებას წარმოადგენს და კანონით ისჯება. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა საჯაროდ გააკეთა ოპოზიციონერმა განცხადება თუ ფარულად. ქრთამის შეთავაზება ჩვეულებრივად ეს არის დასჯა. საჯაროდ შესთავაზა ქრთამი ადამიანს. საჯაროდ შესთავაზა ფარულად რო ყოფილიყო ფარული ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის ხდება თქვა პირობითად ვიძახი სამართალ დამცველს ან სამართალ დამცველებს და გაეკეთებინა შეთავაზება და დაპირება ქრთამის მიცემაზე რა განსხვავება ამ ყველაფერში საჯაროდ ამბავს თუ ფარულად ამბავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კოალიცია ცვლილებისთვის წევრი მურთაზ ზოდელოვა გუშინ დააკავეს. ისინი სუსის თანამშრომლებმა ტელეკომპანია ფორმულას ეზოდან წაიყვანეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სუსის განცხადებით ნაციონალური მოძრაობის ლიდერი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში $200,000 საჯაროდ პირდებოდა. უწყების თანახმად ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა განგრძობითი სისტემატიური ხასიათი და გამოიკვეთა მათი მტკიცებით დანაშაულის ყველა ნიშანი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ლევან ხაბეიშვილის დაკავების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელოვაც დააკავა. სუსი ამტკიცებს, რომ ხაბეიშვილმა იქვე მდგარ ზოდელოვას დაკავებისთანავე თავისი მობილური ტელეფონი მიაწოდა, რის შემდეგაც ზოდელოვამ ტელეფონის გადამალვის მიზნით გაქცევა სცადა. ამ დროს სუსის განცხადების თანახმად ზოდელოვამ ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და ერთ-ერთ მათგანზე იძალადა.